პავლე მოციქული დღეს მეორე კორინთელთა ეპისტოლეში ჩამოთვლის, რომ მე მეშინიაო რომ მოვალო, ისეთი შეიძლება გნახოთ, როგორც არ მინდა რომ დაგინახოთ, როგორც არ მსურხართ, არ მინდიხართ რა, ეს პარანახე სიტყვებს ამბობს. მე მოვალ და მე მეშინია ისეთები გნახოთ, როგორც არ მსურხართ. ეხლა პავლე მოციქული რა თქმა უნდა დიდი მოციქულია და ქრისტეს დარისათნობებით შემკულია, მაგრამ მისი სიტყვები ის ნებას ასახავს. მომბაძეთ მე როგორც მე ქრისტეს ვბაძავ. ამიტომ პავლე მოციქულის სიტყვები ხშირად სახარებაა და ღვთისნება ცხადება. არ მსურხართ, არ მსურხართ. შეიძლება ეს ღვთის ნებაც იყოს. რას ნიშნავს ღვთის ნება რა? არ სურხარ, ღმერთს არ უნდიხარ, მაგრამ სასופველში თუ ვერ შედიხარ, რას ნიშნავს? აი ვერ შეხვედი სასופველში. ანუ ვერ გაქვს კავშირი ღმერთთან. იგავურად თქვა, კარები მოგიხურეს, გეუბნებია რომ შენ არ გიცნობ. ხო, აი ამ სიტყვის მსგავსი სიტყვაა, ხო? არ მსურხართ. რატო? იმიტომ რომ არ შეგიძლია ღმერთთან ყოფნა, ვერ დაიტიე. მაგრამ ამას თავის გარეგნული გამოვლენებები სწორედ იმ მიწიერ სიტყვაშიც აქვს. აი, ნუ იქნება თქვენში შუღლი, შური, მრისხანება, ცილობა, კამათი, ცილის წამება, მithქმა მოთქმა, ჭორაობა, ქედმაღლობა, არეულობა, ეხლა ეს უცხოა, აი მრევლის წევრები ხართ, ოჯახი ვართ, ხო? უცხოა, ეს ხო ყველაფერი ჩვენი კუთვნილებაა და პავლე ამბობს, რომ არ ამსურხართ ესეთები და ქრისტე გეუნებათ, ესეთები არ ამსურხართ, ესეთება თუ დარჩებით, მე თქვენ გეტყვით, რომ არ გიცნობთ, იმიტომ რა არის ეხლა ესა, ხო? ადამიანი რო ესე ცხოვრობს, რას ნიშნავს? სასופველში აბსოლუტური სიწმინდეა. მე თქვენ გეტყვით, როცა ჩვენ ვეზიარებით და ჩვენ ამას ვიწყნარებთ, ეხლა ეს ყველას გვაქვს, მაგრამ ამას უნდა ვებრძოლოთ და შინაგანად გავემიჯნოთ, თუ არ ვემიჯნებით შინაგანად და თუ ეს შერკინება არ არის მუდმივი, რატო არის ქრისტიანობა, ნამდვილი ქრისტიანობა რთული და დისკომფორტს რო ვეძახით, რატო შედის ადამიანი დისკომფორტში, ამაზე ებრძვის. კომფორტულად კი არ იწყნარებ, კი არ ირგებს ამას და ვითომც არაფერი და არამედ ამასთან სულ ჭიდილი აქვს, ubძოლა აქვს. აი ბძოლა გაქვს და მაშინ წმინდა ხარ ბძოლის გამო, არა ფაქტობრივი სიწმინდის გამო. არამედ ამ ყველაფერს ვებრძვი, ამიტომ წმინდათა როცა გესმის და ეზიარები, როგორც წმინდანი ეზიარები სიწმინდეს და წმინდანი ხარ არა ფაქტობრივი შენი მდგომარეობით, არამედ იმ შეუგუებლობით და ბრძოლით, რომელიც აი ამასთან ბრძოლას ნიშნავს.